მოგესალმებით, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ პროგრამის ფასთან დაკავშირებით, ასევე ვნახავთ ინვოისი როგორ უნდა მომზადდეს. გადავიდეთ ფასების გვერდზე. აქ მოცემულია პირობები, კერძოდ ის, რომ ერთი სეზონის განმავლობაში, ერთი წიგნის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. სეზონი მოიცავს სწავლის დაწყებიდან ბოლო გამოცდამდე პერიოდს, მაგალითად სექტემბრიდან იანვრის ბოლომდე, ან თებერვლის დასაწყისამდე, ან თებერვლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე. შესაბამისად, თქვენ მიერ შეძენილი ლიცენზია მოქმედია მხოლოდ ამ ვადაში. რადგან 1 მაისიდან მოხდა ამ სეზონზე დაწყება, პროექტის გაშვება და გვაქვს შედეგად არასრული სეზონი, ფასი ერთ წიგნზე შეადგენს მხოლოდ 10 ლარს. ორი წიგნის შემთხვევაში გვაქვს 30%-იანი ფასდაკლება, სამი წიგნის შემთხვევაში გვაქვს 40%-იანი ფასდაკლება. სათბური პერიოდი განსაზღვრულია 3 დღით, ანუ რეგისტრაციიდან 3 დღე ზუსტად 72 საათი თქვენთვის არის ყველა სერვისი ხელმისაწვდომი აბსოლუტურად უფასოდ. ამ დროში თქვენ შეიმუშავებთ თქვენ აზრს, რამდენად მოგწონთ თუ არა, გიღებთ თუ არა პროგრამის შეძენა. კალკულატორი ითვლის თქვენი წიგნების ღირებულება რა იქნება, იმის მიხედვით თუ რომელი წიგნების შეძენას გეგმავთ. მას შემდეგ რაც თქვენ გაიგეთ რეგისტრაციას, თქვენ სამუშაო დაფაზე ინვოისში ნახავთ თქვენთვის უშუალოდ თქვენთვის მომზადებულ ინვოისს. ინვოისში მოცემულია ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა გადმორიცხოთ თანხა, ასევე თანხის მოცულობა, ასევე საფუძველი და სხვადასხვა ინფორმაცია. ამ შემთხვევაში რადგან გადახდილია თანხა, როგორც ხედავთ, არის დასმული შესაბამისი ბეჭედი. თქვენ შემთხვევაში თავიდან ესე არ იქნება, მას შემდეგ რაც თქვენ გადმორიცხავთ, ჩვენ მივიღებთ SMS-ით შეთხოვნებას ბანკიდან, რომ თანხა ჩაირიცხა, უახლოეს დროში კომპიუტერთან მოხვედრისთანავე მოხდება თქვენი ანგარიშის გააქტიურება. შესაბამისად, ნახავთ, რომ ლიცენზიის თარიღი შეიცვალა, თქვენი ლიცენზია მოქმედია გადავა გამოცდის თარიღების შემდეგ და დაესწრება ბეჭედი ინვოისს. თუ თქვენ ლიცენზია შეჩერებული გექნებათ, ანუ 3 დღე გავიდა და თქვენ არ მოახერხებთ თანხის გადმორიცხვა, ამ შემთხვევაში კაბინეტში შემოსვლას ისევ ახერხებთ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ ნახოთ ინვოისი, თუმცა სიაში არ მუშაობს განაცხადის ხილაკი, შესაბამისად თქვენ ვერ შეძლებთ მუშაობას, ნაწარმოებას და ტესტირებას. ინვოისი შეგიძლიათ დაბეჭდოთ, ან შეინახოთ როგორც სურათი, ამისათვის ამ ადგილას, აი ამ ლოქშრეზე მარჯვენა ბოლოზე დაჭერით, შეგიძლიათ გავუშვათ ინვოისი ფოტოზე. ან შეგიძლიათ შეინახოთ იგი როგორც სურათი. შესაბამისად, ეს თავიდან გვარიდებს გარკვეულ ზუსტობებს, ეს დოკუმენტი შეგიძლიათ წაიღოთ ფონდში, ან გადმორიცხოთ ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ თვითონ ღირებულებაზე, მინდა გითხრათ, რომ ღირებულება არის მაქსიმალურად მინიმალური და მიახლოებული იმ ხარჯებს, რომელიც გვაქვს, ეს არის ძირითადად სერვერის დანახარჯი. გათვლა გაკეთებულია იმაზე, რომ სადღაც 200-მდე სტუდენტი მაინც უნდა იყოს ყოველ სეზონზე ვინც შეიძენს პროგრამას, ამ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს აზრი პროექტის მუშაობას და ამ შემთხვევაში შესაძლოა მიცილებული გავხდეთ, რომ პროექტი დაიხუროს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ფასი იყოს ხელმისაწვდომი, გვირჩევნია უფრო მეტმა ადამიანმა შეიძენოს უფრო იაფი პროდუქტი, ვიდრე ძვირი იაფი და უფრო ცოტა ადამიანს ექნეს მისთვის შეძენის შესაძლებლობა. ძირითადად ეს პროექტი მომზადებულია ენთუზიაზმის დონეზე, კომერციული ინტერესი ნაკლებია და შედარებით უფრო მცირეა, თუმცა გარკვეული ხარჯები პროგრამამ ყველა შემთხვევაში უნდა დაფაროს, რომ აზრი ჰქონდეს მის შემდგომ მუშაობას. რა თქმა უნდა, შეძენა არ არის სავალდებულო, ეს არის თქვენი სურვილისამებრ, თუ ჩათვლით, რომ პროგრამა თქვენთვის სასარგებლოა, შეიძენთ თუ არა და ესე თქვენი გადასაწყვეტია. მომავალში გამორიცხულია ფასის გაზრდა, შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიძლება ვფიქროთ მის შემცირებას. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის.